ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე საქართველოს რუსეთთან ურთიერთობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ოკუპაციის პირობებშიც კი ქართული ოცნება მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვას მიჰყვება. კობახიძე დადებით ჭრილში წარმოაჩენს მისი მთავრობის პოლიტიკას, რომელიც რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკურ თანამშრომლობას გულისხმობს. საქართველო ყოველთვის თამაშობდა პოზიტიურ როლს მშვიდობის დამკვიდრებაში სამხრეთ კავკასიაში. ყველა ჩვენი მეზობელი ქვეყანა ჩვენს პოზიტიურ როლს აფასებს, რადგან მშვიდობის იდეის ირგვლივ თანამშრომლობა ღრმავდება. ამიტომ ჩვენ სამშვიდობო ხედვა გვაქვს ჩვენი ურთიერთობის მიმართულებით რუსეთთან. დაახლოებით ჩვენი ტერიტორიის 20% რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული. ამ პირობებშიც კი ძალიან მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვას მივუყვებით. რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, მაგრამ ამავდროულად ინტენსიურ ეკონომიკურ პოლიტიკას ვახორციელებთ და სავეჭრო პარტნიორობა გაგვაჩნია. ჩვენი ხედვის ნაწილი ესეც არის. უნდა ვახსენო, რომ ეს ხედვა მუშაობს. ეკონომიკურად საკმაოდ კარგად მიდის წინ. თუ ავიღებთ 2021 წლის მონაცემებს, საშუალო ეკონომიკური ზრდა 2021 წლიდან 9.4%, რაც არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ევროპისთვისაც მაღალი მაჩვენებელია. კობახიძემ პანელურ დისკუსიაზე სახელწოდებით პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში კვლავ გაიმეორა ოცნების პროპაგანდა ეგრეთ წოდებული მეორე ფრონტის საფრთხის შესახებ. ოცნების პრემიერი დღეს ამტკიცებდა, რომ რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტში ჩართვის მოთხოვნით მათზე მნიშვნელოვანი ზეწოლა განხორციელდა. კობახიძემ ამ კონტექსტში ახსენა ევროპულ ქვეყნებში უსაქმოდ დარჩენილი ქართველი ელჩები. მისი თქმით, ახლა ამ ქვეყნებთან ურთიერთობა პრაქტიკულად შეუძლებელია. შემიძლია გითხრათ, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტში ჩართვის თხოვნით მოგმართეს. მეორე თხოვნით 2022 წლის თებერვლის ბოლოს მოგმართეს. ამ საკითხთან მიმართებით საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური წნახი საკმაოდ უხეში იყო. ძალიან ინტენსიური პოლიტიკური ბრძოლის წარმოება მოგვიწია საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად და საქართველოში მშვიდობის უზრუნველსაყოფად. შემიძლია ისიც გითხრათ, რომ კონკრეტულ ქვეყნებში საქართველოს ელჩები საქმის გარეშე არიან დარჩენილნი, რადგან ამ ეტაპზე შეუძლებელია ამ კონკრეტულ ქვეყნებთან ურთიერთობა. ისინი ხშირად ჩივიან ამის თაობაზე, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით მათ, რომ მშვიდობიან პერიოდს უნდა დაველოდოთ. როგორც კი მშვიდობა აღდგება, დიპლომატია რა თქმა უნდა მთავარ ადგილს დაიკავებს. ირაკლი კობახიძე თურქეთში ანტალიის დიპლომატიის ფორუმში ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ერთად მონაწილეობს. ფორუმის მთავარი თემა ფრაგმენტულ სამყაროში დიპლომატიის აღდგენა. ფორუმი დღეს გაიხსნა და 13 აპრილს დასრულდება.